არ ვიცი იცით თუ არა ვინ არის ვინმე დიმიტრი სვიშჩევი. დიმიტრი. ის გახლავთ რუსეთის სახელმწიფო დუმის ფიზკულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ცხადია კაცი იმპერიალისტი, ცხადია კაცი დერჟავისტი, რუსი, პუტინისტი, რომელსაც აქვს ისევე როგორც ყველას რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში, აი ეს დიდმყრობელობის სურვილი მას სხვების არ იყოს უნდა, რომ სხვა ქვეყნები და ხალხები ემონებოდნენ რუსეთს და რუს ხალხს პუტინს ემონებოდნენ. სვიშჩევი გამოეხმაურა საქართველოში ფარიკაობის შეჯიბრის დროს გამართულ დემონსტრაციებს და თქვა, მსგავსო პროვოკაციაა ანტირუსულად განწყობილი ქართული ძალების მხრიდან, პლუს არსებობს უკრაინული კოალიცია და შესაძლოა სხვა ქვეყნებისაც, ცხადია ამერიკელებს გულისხმობს, ევროპელებსაც შესაძლოა, რა თქმა უნდა, ამ აქციას სპორტთან საერთო არაფერი აქვს. ახლა რაშია საქმე? ამაზე ვისაუბროთ? თუ ვიდრე ამაზე ვისაუბრებთ, მანამდე ერთი საინტერესო სახელდახელო ანალიზი გავაკეთოთ. ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლიდან იარა ატარა ქართული საზოგადოება და კიდევ უფრო გააღავივა თუ გაამძაფრა ეს იდიოტური ნარატივი იმის თაობაზე, რომ სპორტსა და პოლიტიკას, ხელოვნებასა და პოლიტიკას საერთო არაფერი აქვს. არა და ნებისმიერ ქვეყანაში და მით უფრო იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია, რომელიც დაპყრობილია ნაწილობრივ მაინც, რომელიც დაჩაგრულია იმპერიის მიერ, სპორტი და ხელოვნება კი არა სანთებელა, არა ნებისმიერი სფერო, ნებისმიერი ამბავი და პოლიტიკა ერთმანეთთან გადაბოჯაჭვული. არა, ესენი კი ცდილობენ, ანუ ქართული რუსული ოცნების ბანდა ცდილობს რომ თქვას, რომ ის რა, ეკონომიკასაც და პოლიტიკასაც არაფერი აქვს საერთო. არა და ეკონომიკას როგორც ასეც რუსეთი იყენებს ქართული საზოგადოების და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბიზნეს. აი მაგალითად გაიზარდა ასე მაგალითად ნებისმიერი ბიზნესი, ექსპორტი რუსეთში. ამასაც პოლიტიკური მოტივაციით იყენებს, პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს რუსეთის დამპალი იმპერია. ეს ვერ გაუგიათ მათ შორის მეწარმეებსაც, თუ მაინც და მაინც ეკონომიკაზე უნდა ვისაუბრო, რომლებსაც უხარიათ, რომ 7-8 თუ 5-6 დოლარად ჩაიტანენ ასე მაგალითად ღვინოს. მოსკოვში და პეტერბურგში და საერთოდ რუსეთშიდან გაყიდიან და იმ წუთიერ, იმ სეზონის სარგებელს კი ნახულობენ. მართლაც ძნელია ევროპულ ბაზარზე გატანაო ვიდმე იტყვის, არა და არ არის ძნელი. რეალურად ევროპული და ამერიკული ბაზარი ჩვენთვის ხელმისაწვდომია, ისე როგორც ჩინეთისა, ჩინური ბაზარი. უბრალოდ მეტი ძალის ხმევა საჭირო იმისთვის და არა ის ძალის ხმევა, იმგვარი ძალის ხმევა, რასაც გვთავაზობს რუსეთი, თუმცა მე ეკონომიკაზე და ბიზნესზე არ ვლაპარაკობ. ახლა მე ბიძინა ივანიშვილის მოწყობაზე ვლაპარაკობ. ბიძინა ივანიშვილმა კიდევ უფრო მეტად გააღვივა ისედაც არსებული გაღვივებები იმის თაობაზე, რომ გამიჯნულია ერთმანეთსაგან ასე მაგალითად სპორტი, ასე მაგალითად ხელოვნება და პოლიტიკა არაფერი აქვს საერთო. ეს ყველაფერი კი მათ შორის სპორტი, ხელოვნება, ეკონომიკა, ბიზნესი და ნებისმიერი სფერო რუსეთის ჰიბრიდული იარაღია ჩვენს წინააღმდეგ. დიახ, გაგიკვირდებათ და ერთ უცნაურ რამეს ვიტყვი, მე მგონია მაგალითად, რომ სულაც არ არის აუცილებელი ქართულმა საზოგადოებამ ახალგაზრდებმა იცოდნენ რუსული. არა, რუსული კი არ არის სუდი და კარგი ენაა, ასე ვიტყვი. ვინმე იტყვის დოსტოევსკის ენაო, დოსტოევსკის ენაა, კი ბატონო, ტოლსტოის ენაა, დოსტოევსკის ენაა, დოსტოევსკი გაცილებით მაღალი რანგის წერალია, ვიდრე ნებისმიერი სხვა რუსი ჩემი მოსაზრებით რუსულენოვანი. და დოსტოევსკი სოფლიო მასშტაბის, აი არ ვიცი, სამეულში შემავალი, თუ ორეულში, თუ თავარი წერალი არა, სამეულში შემავალი წერალიც არის, მაგრამ საბოლოო ჯამში რა პრობლემაა თუ ჩვენ დოსტოევსკის წავიკითხავთ ასე მაგალითად ინგლისურ ენაზე, გერმანულ ენაზე, ფრანგულ ენაზე. ჩვენ რა აუცილებლად ვკითხულობთ სავალდებულოა მაგალითად ინგლისურ ენოვან წერალს არ დავაზარ, სერვანტეს ვკითხულობთ ჩვენ ესპანურ ენაზე, თუ ვკითხულობთ რუსულად ან ქართულად. რუსეთი ენასაც კი წინააღმდეგი კი არა ვარ ენის სწავლებისა, მაგრამ ენასაც კი იყენებს იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკა მოგახვიოს თავს. ენასაც კი ეყრდობა, ამბობს, რომ რაღაცა ერთ ენაზე ვსაუბრობთ ჩვენ, აი უკრაინელებს ამას ეუბნება მეტწილად, ხო?
Რაღაცა ერთ ენაზე ვსაუბრობთ, ესე იგი ჩვენი კულტურები არის გადაბოჯაჭვული და რუსეთი თავად აქეთ იყენებს ამა თუ იმ სფეროს, მათ შორის ენას, ლიტერატურას, ხო? საკუთარ ჰიბრიდულია რაღაც ნებისმიერი თავისუფლების მოყვარე ხალხის წინააღმდეგ წარმოგიდგენიათ ცენტრალურ აზიაში რა პრობლემა, რა მასშტაბის პრობლემებია ამ თვალსაზრისით. ამიტომ მე მიმაჩნია, დიახ, რუსული უნდა ვიცოდეთ. ტყის ენა უნდა ვიცოდეთ ამ კონტექსტშიც და შესაძლოა სხვა კონტექსტებშიც, მაგრამ უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ენა რაც უფრო მეტად დავეჩვევით და პირველ პლანზე ამოვწევთ უცხოურ ენათა შორის რუსულ ენას, მით უფრო მეც დაამტკიცებს ჭყალებში ცხადია რუსეთი, რომ ჩვენ ერთი კულტურა გვაქვს. მე არა ვარ ცხადია რა, უფლება მაქვს ვილაპარაკო ჩვენს კონფესიას, საერთო კონფესიაზე, თუმცა რუსეთი ფსევდომართლმადიდებლური ქვეყანაა, მაგრამ ამის მტკიცება ახლა ხო ძალიან რთულია. რუსეთი ქრისტიანობასაც, მართლმადიდებლობასაც კი იყენებს იმისთვის, რომ დაამტკიცოს ჩვენი და რუსეთის ვითომ და ერთობა. ვითომ და ერთობა და ვითომ და საერთოობა. ამას არა, მე არ ემას არ ვამბობ, რომ ჩვენ სულხან საბას პროექტს უნდა გაემარჯვა მაინც და მაინც. არა, ამისკენ არ მიმყავს საუბარი. მაგრამ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისაგან როგორც გამიჯნულია, ასე მაგალითად საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესია. ან სოფლიო საპატრიარქო, ხო? ასევე უნდა გავემიჯნოთ ჩვენ ამ თვალსაზრისითაც, რომ მართლმადიდი ქრისტიანობა არ იყოს გამოყენებული ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ეს საუკეთესო დესპოტა, ასე მაგალითად ამბროსი ხელაიას, რომელზეც მინდა ვიდეო ბლოგის გაკეთება და ვერ გავაკეთე ამ მიმდინარე ბიძინა ივანიშვილის მიერ თავს მოხვეული უმრავლეს შემთხვევაში პოლიტიკის და სხვა მიზეზების გამო. კარგი, დავუბრუნდეთ ამ სვიშჩებს. აქ იგითხარით, რომ მან თქვა უმსგავსო პროვოკაციაა ანტირუსულად განწყობილი ქართული ძალების მხრიდან პოლიტიკა და სპორტი, პოლიტიკა და ხელოვნება ბუნებრივად ვერ იქნება ერთმანეთისაგან გამიჯდული, მით უმეტეს იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიებიც დაპყრობილია და რომლის მიმართაც ამ ქვეყნის მიმართ არსებობს ბუნებრივი, გაუბედავ და ვიტყვი ასე, ზიზღი იმის გამო, რომ ამ ქვეყანამ და ამ ქვეყნის პოლიტიკურმა ელიტებმა ჩვენ გვავლეს და დაგვაზარალეს. რბილად ნათქვამი სიტყვა, ჩვენ დაგვანგრიეს. და დაგვანგრიეს 1991 წლის 9 აპრილიდან დაიწყეს ჩვენი დანგრევა, თუმცა რევანშიზმი დაიწყეს ქართული სახელმწიფოს და ქართული საზოგადოების წინააღმდეგ მანამდეც, რასაკვირველია 99 წლის 9 აპრილი ან სხვა მნიშვნელოვანი ამბები 1921 წლიდან და მანამდე პერიოდიდან 1793-დან 1801-დან თვალსაჩ დადასტურებაა, რომ რუსეთს აქ უნდა ტერიტორია და ოდენ ტერიტორია. ეხლა ნახეთ რას ამბობს ეს სვიშჩევი. მან ის უხდის მადლობას ქართულ ძალოვან, აი გეკა-ჯეკას რო ეძახის ხაბეიშვილი, ქართულ ძალოვან სტრუქტურებს კარგი ქენით რომ აღკვეთეთო. ოღონდ უფრო მკაცრადაც უნდა დაგესაჯათო, წარმოგიდგენიათ ჩვენ რომ მეტად გადავებსტოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ბანდიტის პროექტი რო გავიდეს, რო გაიმარჯოს. რუსეთიდან მოვა პირდაპირ ინსტრუქციები იმის თაობაზე, ვინ უნდა დაისაჯოს და ვინ არა. ახლაც მოდის, მეთქი ასე ვიტყვი, მაგრამ მე უფრო და უფრო ინტენსიური გახდება, რუსეთი გახდება კიდევ ერთხელ ჩვენი პატრონი, უკვე ოფიციალურ დონეზეც კი. ნახეთ რას ამბობს სვიშჩევი, ბიძინა ივანიშვილის პარტნიორის მოადგილის გარებიზაშვილი, მეთქი ასე ვიტყვი. ვიცი რომ ქართულმა სამართალდამცავ ორგანოებმა საკმაოდ მკაცრი პოზიცია დაიჭირეს აღკვეთასთან დაკავშირებით. მადლობას ვუხდი მათ, ანუ გეკა-ჯეკას, მოკლედ შინაგან საქმეთა სამინისტრო, არის იმათი პარტნიორი და არა ქართული ხალხისა და არა ქართული საზოგადოებისა, რომელიც საოკუპაციო ძალას რუსებს რუსებს აკყოფნასთან, რომელი რუსების ამას ოდნავ მოგვიანებით ვთქვი, აპროტესტებს და აპროტესტებს. მადლობას ვუხდი მათ ამისთვის, მაგრამ ჩემი აზრითო და ეს არ არის მისი აზრი, ეს არის რუსეთის აზრი. შეეძლოთ უფრო მკაცრადაც მისდგომოდნენ სამართალ დამრღვევებს. ანუ უფრო მეტად უნდა დაგესაჯათ ის ახალგაზრდა გოგო ბიჭები, რომლებმაც გააპროტესტეს მოფარიკავეების, არა ვთქვა მზგონი მოფარიკავეების მონაწილეობა თბილისში რაღაც ღონისძიებაზე. თუმცა ეს საქართველოს კანონები ამერი აბალანსებს ჩვენ მათ განხილვას არ დავიწყებთ, მაგრამ შეჯიბრების
ორგანიზატორი ქვეყანა იღებს პასუხისმგებლობას დელეგაციის როგორც სავიზო მხარდაჭერაზე, ასევე უსაფრთხოებაზე, როგორც უსაფრთხოება ამ მოფარიკავეებისა, რომლებიც ნეიტრალური დროშით გამოდიოდნენ, ნეიტრალური სტატუსით გამოდიოდნენ, სულაც არ დარღვეულა, იყო დემონსტრაცია, იყო მიტინგი, იყო პროტესტი, ადამიანებმა გააპროტესტეს. საბოლოო ჯამში FSB-ს წარმომადგენლების თბილისში ჩამოსვლა, იმიტომ რომ ეს მოფარიკავე ტიპები, რომელიც დარტანიანები, ათოს პართოსები და არამისები ეგენი მყვანან, ხო? ეგენი არიან მყვანან, ცუდი სიტყვაა ცოტა, ხო? ესენი მიუხედავად იმისა, რომ ნეიტრალური დროშით გამოდიოდნენ, ესენი არიან FSB-ს წარმომადგენლები, პროფესიონალი სამხედრო და პროფესიონალი სამხედრო პირები არიან და პროფესიონალი სპეცსამსახურების წარმომადგენლები არიან, რომლებიც უბრძვიან უბრალოდ ეს, რა ქვია, ათოს პორთოსობა ისიც ცუდად და პორთოსობა არა ათოსობა, დარტანიანობა და აქ რაღაც მონაწილეობდნენ რაღაც ხორციებაში. რუსეთის დუმის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ დემონსტრაციით რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების უფლებები შელახეს წარმოიდგინეთ გარკვეული პერიოდის შემდეგ და ეს ბუნებრივად მოხდება, რაც არ უნდა ეცადოს ბიზინა ივანიშვილი, რომ ჩვენ დაგვიშალოს რუსების აქ ყოფნის გაპროტესტება ნებისმიერ შემთხვევაში ბიზნეს პერიოდში, პოსტბიზნეს პერიოდში სულ ჩაეხუტოს საქართველოს რუსეთს ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი ქართველი ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეპოქაში გააპროტესტებს რუსეთს და კი არ გამიჯნავს ერთმანეთსაგან, როცა ოკუპირებულია ქვეყანა ბიჭომეტეს პოლიტიკასა და სპორტს, არამედ სწორედაც რომ გადააჯაჭვებს და გადააბამს. თუნდაც ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობდეთ, ეს მათი დამცირების, ჩვენი ეროვნული სიმბოლიკის დამცირების საფუძველს არ უნდა იძლეოდესო, ამბობს ეს რაგვარიც არის, შიჩევი თუ სვიშჩევი თუ აჯანდაბა რაგვარიც არის, არ მაინტერესებს. 22 ივლისს თბილისში ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსნა, რომელშიც სამხედრო წოდებების მქონე რუსი სპორტსმენები მონაწილეობდნენ. 27 ივლისს შეჯიბრების მსვლელობის დროს მოქალაქეებმა გამართეს დემონსტრაცია, რომლის დროსაც გაშალეს ანტისაოკუპაციო და უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიანი საომარი კამპანიის დამგმობი პლაკატები. აბა რა სიზავდნენ ქართველები. და საერთოდ ორ სიტყვას მე ხარ რუსულ ენაზე ვიტყვი, вы должны понять одно. Невзирая на то, граждане России в первую очередь, я не знаю, я к кому обращаюсь. Еще. Невзирая на то, какое будет правительство Грузии, это правительство, оно будет абсолютно пророссийским или русским даже, да, вот, допустим, некий Иванов, Петров, Сидоров станет президентом или премьер-министром Грузии, если даже в этом случае, если даже мы объединимся в одном государстве, как и в былое время, плохое советское время, в Грузии всегда будут антироссийские настрои. Каждый второй, как минимум, будет выступать против российской агрессии, против Российской империи. Даже условно в 2048 году или 59-м, неважно, если кто-нибудь из будущих властей Грузии признает столицей общего или единого государства Москву, в этом случае Грузии, и даже в этом случае грузинский народ будет протестовать, как и протестовал на протяжении 70 лет с 21 года, то есть после оккупации Грузии, включая или до 91 года, то есть до восстановления независимости, государственности Грузии. И это вы должны понять. И речь идет не только о Грузии, речь идет и о Украине. Вы параллельно убиваете детей, ваше правительство, ваши войска, ваши оккупационные войска, параллельно убиваете детей в Украине, а параллельно вы хотите, что на каких-то, или эти общества, да, украинское общество, там, грузинское общество и общество других стран бывшего Советского Союза вас или ваших даже мирных представителей принимало мирно и дружелюбно. Поэтому вы должны помнить, что каждый Познер или каждая дочка министра Лаврова или будущего министра там какого-то Петрова, да, которая приедет или который приедет в Тбилиси или в любом регионе Грузии и будет тут справлять свой день рождения или что-нибудь подобное,
за каким-то или будет просто для гулянки, для того, чтобы выпить изысканное грузинское вино, или послушать прекрасную грузинскую музыку, да? Посмотреть на прекрасные грузинские танцы, вы должны помнить, что каждому, даже невинному, в кавычках, конечно же, русскому представителю Российской Федерации у него будет дискомфорт Грузии. და ეს უნდა გაიგოს ბიზინა ივანიშვილმაც მე დავამთავრე რუსულად, უნდა გაიგოს რომ სულ რომ მოკვდეს ეს თაობა. და დაიბადოს ახალი, აი ჯერ რო არ დაბადებულო, აი 2025 წლის 28 ივლისს რო იბადება ის თაობა. სულ რომ მოკვდეს ეს 28 ივლისს 25 წლის დაბადებული თაობა თუ ახალგაზრდები, ხო? ისინი აუცილებლად გააპროტესტებენ რუსეთს. საბომავლოდ პირობითად 17-18 წლის შემდეგ სრულწლოვანი რო შეიქმნებიან მაშინ. შეეხება რუსოფობიურს, მე გეტყვით რომ რუსოფობია ჩვენთან არ არის, ისევე როგორც არ არის არმენოფობია და არ უნდა იყოს. ჩვენ რასაკვირველია ყველა ხალხს და ყველა ერთს ვცემთ პატივს. მაგრამ ნაკლებ პატივს ვცემთ ქვეყანას, რომელიც ანგრევს ჩვენ სახელმწიფოს. ნაკლებ პატივს ვცემთ კი არა, გვეზიზღება ქვეყანა, რომელიც ანგრევს ჩვენ სახელმწიფოს. და გვეზიზღება ეს ბჭყალებში თუ ბჭყალებოდ უცოდველი მოფარიკავეებიც კი და უნდა გვეზიზღებოდეს. იმიტომ რომ მათ ვაიდენტიფიცირებთ მთლიანად რუსეთის სახელმწიფოსთან, რუსულ საზოგადოებასთან, რომელიც თავის მხრივ რაღაც სოციოლოგიურ ობიექტურ თუ არა ობიექტურ თუ მეტად ობიექტურ კვლევებსაც თუ დაეყრდნობი, ისინი უმრავლესობა მათგანი ამბობენ, რომ საქართველოს უნდა იყოს და ისინიც საზოგადოება ამბობს, რომ საქართველოს უნდა იყოს დაპყრობილი, უკრაინა უნდა იყოს დაპყრობილი. და ვიდრე კლავენ უკრაინაში ადამიანებს და კლავენ სულ, იმიტომ რუსეთი მარადიული მტერია. ვიდრე კლავენ საქართველოში ადამიანებს და კლავენ სულ, იმიტომ რუსეთი მარადიული მტერია, მათ ესე გულაობის, გულანკაის შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეთ. ბიზინა ივანიშვილმა ესე ვერ გაიგო. ბიზინა ივანიშვილი და სხვები ცდილობენ, რუსეთი ცდილობს გამიჯნოს პოლიტიკა და ხელოვნება, პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთისაგან და არ იქნება გამიჯნული. არ იქნება გამიჯნული, სანამ რუსეთი არა მარტო უკან არ დაიხევს უკრაინიდან, საქართველოსთან, არამედ დიდ ბოდიშს არ მოიხდის ყველა რუსეთი როგორც სახელმწიფო არ მოიხდის დიდ ბოდიშს ყველა იმ ხალხის და ერის წინაშე, ვინც საუკუნეების განმავლობაში გააწამა და გაგვაწამა. ესეც ხომ ვიცით. მოქალაქეებო, ვინც გააპროტესტეთ რუსების ჩამოთრევა აქ, დამოუკიდებლად იმისა, რა სიტყვის გეკა, ან დე-ფაქტო ხელისუფლების ბანდის ნებისმიერი წარმომადგენელი იომეთ საქართველოსთვის. დემონსტრაციით, პლაკატის გაშლით, შეძახილით და რუსების გაგდებითაც. ეცადეთ კია.